მოგონებები აფხაზეთზე. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა რუბრიკაში მიამბე აფხაზეთზე. ბავშვობიდან მე ხშირად დავყავდი მშობლებს ხან სოხუმში, ხან გაგრაში, დარდადეკებზე და იქიდან დაიწყო ჩემი სიყვარული აფხაზეთის მიმართ, იმიტომ რომ ახლა რო ვადარებ აფხაზეთს და რომ ახსენდება იქ გაგრა და სხვა ეს ლესელიძე, გამთიადი, აქეთ ყველაფერი ეს მახსენდება კარგად. და საზღვარგარეთ რო ვარ ახლა მე თითქმის შემოვლილი მაგთელი მსოფლიო უკეთესი ადგილი არ არის, ულამაზესი ადგილია. პიცუნდასთან ესე იგი ვერ მოვა ვერც ერთი კურორტი. გაგრა, სულ სხვა ზღვა არის. სხვა ეს შავი ზღვის სანაპირო ყველაზე საუკეთესო. რაც არის რომ შემოვიარო მთელი ეს პერიმეტრი, შავი ზღვის პერიმეტრი. ეს მონაკვეთი, მიუსერა, გაგრა, პიცუნდა, ლესელიძე, გამთიადი, ეს არის წარმოუდგენელი. ხანდახან ჩემ შვილიშვილებს რო გვყვები და მაგ მე საბჭოთა აფხაზეთში გამოშვებული იყო ასეთი ილუსტრაცია და ვანახებ, ხო ასეთი არის, ასეთი კუთხე ულამაზესი. იქ ჰაერი იყო სხვანაირი, მზეც სხვანაირი იყო, ყველაფერი იყო სხვანაირი და კეთილი ხალხი იყო, რაც თავარი იყო. ყველა ჩემი მეგობარი იყო, ყველა ახლობელი იყო, ყველასთან მე მეგობრობდი. პოპულარული ექიმი ვიყავი, იმიტომ რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის ხელმძღვანელი და ყველა სჭირდებოდა ეს ახალი მეთოდი იყო. ეს იყო რევოლუცია იყო მედიცინაში, ამის შემოსვლა და ყველა სჭირდებოდა, ყველა ხან დედა ყავდავად, ხან თვითონ არ იყო კარგად, ან ვიღაცა და რო ჩამოვდიოდი, ყველა ხდებოდა, გავიცანე აი ამ ურთიერთობაში პოეტები, მსახიობები, ხშირად მეძახდნენ, საავადმყოფო იყო მთავარი და კონსულტაციაზე მე ყოველთვის ათვეღავი, მიხარობდა რომ აქაც გავახსენდით მეთქე და დავდიოდი. უნდა გითხრათ, რომ ბრწყინვალე ექიმები იყვნენ. ბევრი მეგობრები იყო ჩემი, ბევრი ახლობლები. მე ქირურგიის ინსტიტუტში მუშაობდი ვიშნევსკის და ვიშნევსკის უყვარდა ეს იყო მაგისი, როგორ გითხრათ, ყოველ წელიწადს იქ ისვენებდა. და ურთიერთობა გქონდა, მაგრამ ჩემთვის პიც უნდა დავიწყარი დღეებია, როცა მე ჩამოვდიოდი. მე ბევრი მყავს დღესაც აფხაზი მეგობარი ჩვენთან ჩამოდიან ახლაც ძალიან ახლოს ვიცნობდი ბაგრატ შინკუბას ძალიან ახლოს ვიყავი ადლეებასთან ძალიან ახლოს სხვანაირი პიროვნება იყო ვაშკაც პიროვნება იყო ძალიან etc არის აი მე ასე რატომღაც ასე მჯერა ჩემ პირადად მე ეს არას არ მეთქვია რომ ადლეება რო ყოფილიყო იქ თქოს პირველი მდივანი ეს ტრაგედია არ მოხდებოდა იმდენად ის ფლობდა იმ სიტუაციას და დამოუკიდებელი იყო ძლიერი პოლიტიკოსი ეს მე ასე ვფიქრობ იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გქონდა შეხვედრები მოსკოვში რო ჩამოდიოდა ხდებოდი მე სოხუმში მაგის სტუმარებით ვიყავი ყოველთვის და მაქსიმალური ყურადღებით და ასე ვიყავით მაგრამ მე არასდროს არ მიგზნია რაღაცა ასეთი ხო იცით სეპარატისტული რაღაცა განწყობა მე არ მიგზნია არავისგან რაღაც ჩვენ დაუშვით შეცდომა რაღაც თვითონ აფხაზებმა დაუშვეს შეცდომა და ვიღაცამ ითამაშა ეს როლი ვიღაცამ ასე განაპირობა და რომ არ უნდა მომხდარიყო იმიტომ ბევრი ხალხი დაიღუპა როგორც აფხაზები დაიღუპნენ ისე საქართველოს ახალგაზრდობა გენოფონდი და ახლა უნდა ვიფიქროთ ყველამ რომ გამოვასწოროთ ის შეცდომები რომელიც იყო დაშვებული დრო უნდა მას ვიცით დრო ყველაფერს კურნავსო მაგრამ მე მაინც მიხარია რომ ჩვენი მეგობრები ძმები ჩამოდიან და მოდიან ჩემთან და უკვე რაღაც თბილი დამოკიდებულება არის პრობლემები რო აქვს თქო სამედიცინო ყოველთვის ჩვენ მზადავართ რაღაცნაირად დავეხმაროთ ჩვენთან არის ქიმიოთერაპია, სხიური თერაპია ხო იცით ეს დანადგარი ახალი რო ჩამოვიტანეთ და დღეს ეს რუსეთშიც არ არის ამ დონის დანადგარი და იცის ხალხმა გაიგო ეს ყველაფერი და ასე რომ
ჩამოდიან პაციენტები, მიხარია ძალიან და მეტი უნდა ჩამოვიდეს. ჩვენ ინსტიტუტს აქვს უკვე დიდი სახელი აფხაზეთში. მეც მისნობს ბევრი და ეს ხო იცი ხალხი რო ჩამოდის და ასეთ თვილი მიღება, ასეთი პროფესიონალური შეხვედრა და ის ყველაფერი კურნალობა, თუ დიაგნოსტიკა იქნება, თუ ოპერაცია. ახლა ჩვენთან გვიწევს 3 პაციენტი აფხაზეთიდან, 3-ვეს ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა. სოხუმიდან მიერეკავენ და მეუბნებიან, რომ აი ჩვენი ესა და ეს არის და ძალიან გთხოვთ თუ შეიძლება და მე რო არ დამირეკონ და მაინც ჩემთვის ისინი არიან ჩემი როგორ გითხრათ ახლა უახლოესი ხალხი. მახსოვს რომ მე ჩემი მანქანით ვიყავ გამოსული, ვისვენებდი პიცუნდაში, ეს იყო ასეთი კორპუსით მაიაკი. იქ ჩემი ნომერი მქონდა, მე წავედი მშობლებთან ზუგდიდში მანქანით. დავარღვია წესრიგი. გამაჩერა, მოსკოვის ნომრები მქონდა, ავტოინსპექტორმა გამაჩერა. ხო და საბუთებიო თქვენიო და მივაწოდე. და რომ ნახა, გვარი წაიკითხა. თქვენ იმ თოდუას რა ხართო მოსკოვში რო არის და ის ვარ მეთქი და ისე მომეფერე და ისე გამომიშვა ნელად იარეთო, ნელად წყალად ჩადითო, თუ გინდა გაგაცილებთო. აი ასეთი იყო დამგილებული. დრო უნდა მას. დრო უნდა და მე უნდა ხალხი ისეთი ხალხი მე ვიტყოდი ას რუსებს აქაც გამონათქვამი ნაროდნაი დიპლომატია. აი ეს მაგათი ჩამოსვლა, ჩვენი მაგათი მიღება, არის ძალები, რომელსაც არ უნდა რომ ეს მოხდეს დადებითად გადაწყვეტს ეს პრობლემა ზოგიერთს რაღაცა ჩვენც უნდა დავთმოთ, რაღაცა იმათმა უნდა დავთმოთ. მე მაინც ვთვლი რომ მოვადრო რომ ჩვენ ერთად ვიქნებით. აი რომ ჩავდივარ ზუგდიდში ხიდთან ინგეროს ხიდთან მივდივარ, დავდგებიათ 5-10 წუთი და დავждები მანქანას და უკან მოვდივარ. იცით როგორ მინდა ჩასვლა? ფეხით წავიდოდი. გადავიდოდი ინგეროს ხიდს და წავიდოდი ფეხით. თუ იქნება ნება რომ მე ჩავიდე, ჩემი გამოცდილებით ბევრ რაღაცა შემიძლია დავეხმარო, ბევრ რაღაცა ურჩიო, ბევრ რაღაცა ერთობლივად შეგვიძლია მედიცინაში კადრების მომზადება, ყველაფერს შეგვიძლია გავაკეთო. ძმებო და დებო გამიცდა სასტიკად რომ ეს მოხდა. უნდა დავფიქრდეთ, ახალგაზრდობა მოდის, არის უკვე ახალი თაობა წამოვიდა, აფხაზეთი არ უნახიათ, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ რომ აუხსნა რა არის აფხაზეთი საქართველოსთვის, აფხაზეთისთვისაც საქართველო რას ნიშნავს. წარმოიდგინეთ ახლა ერთ ოჯახში რომ ყოფილიყავით, როგორი ქვეყანა ვიქნებოდით ჩვენ, უფრო ძლიერი, უფრო გამართული და სიდუქჭერი რომელიც არის როგორც თქვენთან, ჩვენთან ეს არ იქნებოდა. ძალიან მეყვარს აფხაზი ხალხი, ძალიან ბევრი მეგობრები გვყავს და ვიფიქროთ როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ხალხი მომავალ უბედურებებს და როგორ ვიცხოვრობთ ერთ ოჯახში. ასე რომ სიკეთე და ბედნიერება ვიყოთ ერთად.